ატლანტის და არტიკის ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში არის უზარმაზარი კუნძული, რომელიც თითქმის მთლიანად ყინულითაა დაფარული. ეს არის გრენლანდია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც კონტინენტი არ არის. მისი ზომა თითქმის 4-ჯერ აღემატება საფრანგეთისას, მაგრამ აქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. 2026 წლისთვის. გრენლანდიაში მოსახლეობა დაახლოებით 57,000 შეადგენს და ადამიანების უმეტესობა პატარა ქალაქებში სანაპიროზე ცხოვრობს. ამის მარტივი მიზეზი არსებობს. გრენლანდიის თითქმის 80% დაფარულია ძალიან სქელი ყინულის ფენით. კუნძულის შუაგულში არის ადგილები, სადაც თითქმის მხოლოდ ყინულია. ამიტომ აქ გადაადგილების საშუალებებიც სრულიად განსხვავებულინამე. ქალაქებში არის გზები, მაგრამ გრენლანდიის მთავარ ქალაქებს შორის არ არსებობს მაგისტრალი, რომელიც მათ დააკავშირებს. თუ გინდა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ხშირად საჭიროა თვითმფრინავით, ვერტმფრენენით ან ნავით იმგზავრო. ზოგიერთ ადგილას ზამთარში იყენებენ თოვლმავალს და ძაღლების მარხილს. ამიტომ მიუხედავად იმისა, გრენლანდია ძალიან დიდია, მაგრამ სანაპიროზე მცხოვრები ადამიანები თითქოს პატარა, ერთმანეთისგან განცალკევებულ თემებად არიან დაყოფილი. თუმცა გრენლანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კუნძულის შუაგულშია. ეს არის გრენლანდიის ყინულის საფარი. მისი ფართობი დაახლოებით 1,7 მილიონი კვადრატული კილომეტრია. და ზოგ ადგილას ყინულის სისქე 3 კილომეტრზე მეტსაც აღწევს. ეს უბრალოდ გაყინული წყლის დიდი მთა არ არის. პირიქით ის მუდმივად მოძრაობს. გრენლანდიის შუაგულში არსებული ძალიან მძიმე ყინულიც ნელ-ნელა მიედინება კუნძულის კიდეებისკენ და იქ წარმოიქმნება დიდი მყინვარები. მყინვარი არის ყინულის დიდი მასა, რომელიც ნელა მოძრაობს თავისი სიმძიმის გამო. როდესაც მყინვარი ზღვამდე აღწევს, მისი ბოლო შეიძლება გატყდეს და ეს გატეხილი დიდი ყინულის ნაგლეჯები კი აისბერგებად იქცევა. ზოგი მათგანი ისეთივე დიდია, როგორც უზარმაზარი შენობები, ან კიდევ უფრო დიდი. გარდა ამისა, გრენლანდიის ყინულს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის. როდესაც ხმელეთზე არსებული ყინული დნება, წყალი მიედინება ზღვაში და ამით მსოფლიო ოკეანეებში წყლის დონე იმატებს. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში გრენლანდიაში ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყინული ქრება. ამიტომაც გრენლანდიის ყინულის საფარი დღეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გლობალური ზღვის დონის მატების. და რადგან კლიმატი განაგრძობს დათბობას, მოსალოდნელია, რომ ყინულის დაკარგვა გაგრძელდება. თუ გრენლანდიის ყინულის საფარი მთლიანად დადნება, რაც ერთბაშად არ მოხდება, მისი ცვალი საკმარისია იმისთვის, რომ გლობალური ზღვის დონე დაახლოებით 7 მეტრით აიწიოს. და ამის შედეგი შეიძლება გავლენას ახდენდეს სანაპირო ქალაქებზე, რომლებიც 1000-ობით კილომეტრით არიან დაშორებული, მაგრამ გრენლანდია მთლიანად ყინული არ არის. მის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ყველაზე დიდი ქალაქი და დედაქალაქი, ეს არის ნუუკი. 2026 წლისთვის ნუუკში 20,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ გრენლანდიის მთელი მოსახლეობის მე-13-ზე მეტი მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიაზეა. აქ მდებარეობს მთავრობის ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ბინები და თანამედროვე ცხოვრების სხვა ნაწილები, მაგრამ ნუუკი მაინც პატარაა თუ შევადარებთ მსოფლიოს უმეტეს დედაქალაქებს. ნუუკიდან სხვა ქალაქებში მისასვლელი მაგისტრალი არ არსებობს. როცა ქალაქის გარეთ გზები მთავრდება, შემდეგ უკვე მთები და ვრცელი ბუნებაა, წინკი ზღვა, გარშემო მაღალი მთებიცა და სახლიდან სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია მოხვდეთ თითქმის უკაცრიელ ლანდშაფტში. გრენლანდიაში ასევე ადვილად შესამჩნევია ფერადი სახლები. ბევრი სახლი წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანეა. არსებობს მიზეზი, რატომაც გრენლანდიაში ბევრი სახლი და შენობა ფერადია. დანიური მმართველობის დროს ისინი სხვადასხვა ფერს იყენებდნენ იმისთვის, რომ ადვილად გაერკვიათ, რისთვის იყო განკუთვნილი კონკრეტული შენობა. მაგალითად, იყო კონკრეტული ფერები სამთავრობო შენობებისთვის, საავადმყოფოებისთვის, მაღაზიებისთვის და მუშების სახლებისთვის. ეს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნიშნები ცოტა იყო და ხშირად თოვლი ან ნისლი ფარავდა გარემოს. ამიტომ ჯერ კიდევ შორიდან ადამიანებს უფრო ადვილად შეეძლოთ გაეგოთ, რა ტიპის შენობას უყურებდნენ. დროთა განმავლობაში გრენლანდიის ქალაქების იდენტობის ნაწილად იქცა ფერადი სახლები. წლების განმავლობაში ფერადი სახლები გრენლანდიის ქალაქების ჩვეულებრივ ნაწილად იქცა. ამ ადგილას ამინდი დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ზამთარში ნუუკში, გრენლანდიის უფრო ჩრდილოეთ ნაწილში დღე ძალიან მოკლეა. ზოგადი ილას რამდენიმე კვირა ან თვე შეიძლება გავიდეს ისე, რომ მზე თითქმის არ ამოდის. ხოლო ზაფხულში სინათლე ძალიან დიდხანს გრძელდება. ნუუკი არტიკის წრეწირის სამხრეთით მდებარეობს, ამიტომ მზე იქ მაინც ჩადის. მაგრამ ზაფხულის ყველაზე გრძელ დღეს ღამითაც კი ძალიან ნათელია. გრენლანდიის უფრო ჩრდილოეთ ნაწილში ნამდვილი შუაღამის მზეა. ეს ნიშნავს, რომ არის პერიოდი, როცა მზე შუაღამით
რომელთაც კი არ ჩადის. მაგრამ გრენლანდიის გასაგებად საკმარისი არ არის მხოლოდ ყინული და თანამედროვე ქალაქები დავინახოთ. აუცილებელია დაუბრუნდეთ აქ ცხოვრებ ხალხსაც. სანამ თანამედროვე გრენლანდია გაჩნდებოდა, მათი ისტორიის ნაწილი ნუუკში მდებარე გრენლანდიის ეროვნულ მუზეუმშია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია კილაკიცოკიდან არის. კილაკიცოკი გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ყოფილი დასახლება. 1972 წელს იქ აღმოაჩინეს 2 სამარხი, შიგნით იყო 8 სხეული, 6 ქალი და 2 ბიჭი, ისინი დაახლოებით 1475 წელს არიან დაკრძალულნი. ზოგიერთი სხეული შესანიშნავად იყო შენახული, რადგან ადგილი ცივი და მშრალია. ისინი განზრახ არ გაუმუმიფიცირებიათ, როგორც ძველ ეგვიპტეში. მათი სხეულები და ტანსაცმელი ბუნებრივად შეინახა არქტიკულმა გარემომ. ჯერ კიდევ ჩანს კანი, თმა და ცხოველის ტყავით შეკერილი ტანსაცმელი. ასევე ჩანს მათი ტანსაცმლის ძალიან დეტალური ნაკერები. კილაკიცოკში აღმოჩენილი ნივთები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვიჩვენებენ, როგორ ცხოვრობდნენ ინუიტები გრენლანდიაში 500-ზე მეტი წლის წინ. ინუიტები არიან ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ გრენლანდიის, კანადის და ალასკის არქტიკულ რეგიონებში. თანამედროვე გრენლანდიელი ინუიტების უმეტესობის წინაპრები ეკუთვნოდნენ თულეს კულტურას, რომელიც გრენლანდიაში მივიდა რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე კილაკიცოკში აღმოჩენილი ადამიანები. რომ გადარჩენილიყვნენ ასეთ ცივ ადგილად, მათ უნდა შეექმნათ ტანსაცმელი, რომელიც შეაჩერებდა სითბოს დაკარგვას. მათ უნდა ენადირათ სელაპებზე და სხვა ცხოველებზე. ისინი იყენებდნენ კაიაკს და უფრო დიდ ტყავის ნავებს. ასევე იყენებდნენ ძაღლების მარხილს, რომ გაყინულ ტერიტორიაზე ემოგზაურათ. ეს მარტივი ცხოვრება არ იყო. ერთი არასწორი გადაწყვეტილება ამინდის, საკვების ან მოგზაურობის შესახებ შეიძლებოდა ძალიან სახიფათო გამხდარიყო. ამიტომ ინუიტების კულტურის ბევრი ნაწილი ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ მათ უნდა გადარჩენილიყვნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას. და დღესაც გრენლანდიაში ეს კავშირი კვლავ ჩანს, აქვთ სმარტფონები. აეროპორტები და თანამედროვე შენობები უკვე არსებობს, მაგრამ ბევრი საზოგადოება კვლავ დამოკიდებულია ზღვაზე, ამინდზე და ყინულზე. და როცა კლიმატი იცვლება ის სამყაროც, რომელიც ამ ხალხის სახლია უკვე დიდი ხანია. რადგან გრენლანდიის დიდი ყინული მხოლოდ ლანდშაფტის ნაწილი არ არის. ეს ასევე გავლენას ახდენს მოგზაურობის, ნადირობის, ქვებისა და ბევრი ადამიანის ცხოვრების წესზე. და როცა ეს უფრო სწრაფად იცვლება, უფრო დიდი კითხვები ჩნდება. რა მოუვა გრენლანდიას, როცა ყინული, რომელმაც აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრება ჩამოაყალიბა, დაანაგრძობს შემცირებას. თუ გინდა გრენლანდიის დიდ ყინულს ახლოდან დააკვირდე, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მისადგომი ადგილია ტანგალუსუაკი. ეს პატარა დასახლებაა დასავლეთ გრენლანდიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა აქ ავიაბაზა ააშენა. რადგან აქ გრძელი ასაფრენი ბილიკია ტანგალუსუაკი, მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აეროპორტი იყო. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ეს ადგილი განსაკუთრებულია. ტანგალუსუაკიდან იწვება ხრეშის გზა, რომელიც გრენლანდიის ყინულის ფენის კიდემდე მიდის. ეს გრენლანდიაში იშვიათია. როგორც უკვე ვისაუბრეთ, თითქმის არ არის გზები, რომლებიც ქალაქებს აკავშირებს. მაგრამ აქ შეგიძლია დასახლებიდან მანქანით წახვიდე და პირდაპირ მიაღწიო კუნძულის უზარმაზარ ყინულამდე. გზის ბოლოს არის ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც Point 660. აქ მთავრდება მიწა და იწყება თითქმის უსასრულო თეთრი ყინულის ფენა. მაგრამ ასეთ გრენლანდიის ნაწილში მხოლოდ ტურისტები არ მიდიან. ყინულის ფენა მეცნიერებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ღრმად ბურღავენ ყინულში, რათა აიღონ ეგრეთ წოდებული ყინულის ბირთვები. ყინულის ბირთვი ერთი არის გრძელი ნაჭერი ყინული, რომელიც ამოღებულია ქვემოდან. რაც უფრო ღრმად მიდიხარ, მით უფრო ძველია ყინული. მის შიგნით პატარა ჰაერის ბუშტებია, რომლებიც მაშინ დაიჭირა, როცა ყინული წარმოიქმნა. ამიტომ მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ ჰაერი ძალიან ძველი დროიდან. ისინი ხედავენ, რამდენად ცხელი ან ცივი იყო კლიმატი მაშინ. ისინი ასევე ხედავენ მთვრის, ვულკანური ფერფლის და სხვა ნივთიერებების კვალს, რომლებიც ყინულში ჩავარდა. მარტივად რომ ვთქვათ, გრენლანდიის ყინული ბუნებრივი ჩანაწერია დედამიწის ძველი კლიმატის შესახებ. ტანგალუსუაკის მახლობლად ასევე ჩანს რასელის მყინვარი. ეს არის ნაწილი იმ ყინულის, რომელიც დიდი ყინულის ფენიდან გამოდის. მყინვარის ნაწილი მთავრდება ყინულის კედლით, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 60 მეტრია და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ მოძრაობს, მყინვარი მუდმივად მოძრაობს. როდესაც დიდი ყინულის ნაჭერი მის წინა ნაწილიდან წყდება, ისმის ძლიერი ბზარისა და ჩამოვარდნის ხმა. მაგრამ ტანგალუსუაკის გარშემო მხოლოდ ყინული არ არის. ეს ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია არქტიკული ველური ბუნების სანახავად, სადაც შეიძლება ნახოთ მუშკის ხარი. ეს დიდი ცხოველია, რომელსაც ძალიან სქელი ბეწვი აქვს, რათა გადარჩეს ძლიერ სიცივეში. ასევე არის ჩრდილოეთის ირემი, ანუ კარიბუ, რომელიც ტუნდრაში მცენარეებს ეძებს. ტუნდრა ცივი მიწაა, სადაც თითქმის არ არის ხეები, მაგრამ არის ბალახი, პატარა მცენარეები, ხავსი და ლიქენი. აქვე შეიძლება ნახოთ არქტიკული მელაც. ზაფხულში მისი ბეწვი უფრო ყავისფერი ან ნაცრისფერია, რათა მიწასა და ქვებთან შეერწყას
მელას. ზამთარში კი ბევრი არტიკული მელასბეწვი თეთრი ხდება, რომ თოვლში ძნელი იყოს მათი შემჩნევა. ასეთი ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია არტიკაში. დიდი უპირატესობაა, როცა აცებლისთვის ან იმ ცხოველისთვის, რომელსაც დასდევ, ძნელია შენი დანახვა. ტანგალუსუაკიდან ასევე შეიძლება იმოგზაურო სისიმიუტში. სისიმიუტი გრენლანდიის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი. ის არტიკული წრის ჩრდილოეთით სანაპიროზე მდებარეობს. თევზაობა აქ დიდი ხანია მნიშვნელოვანი საქმიანობა. დღესაც ეს ადგილობრივების ცხოვრების და სამუშაოს დიდი ნაწილია. აქვე ჩანს, როგორ აერთიანებენ გრენლანდიელები ერთმანეთთან. თანამედროვე ცხოვრება და ცხოვრების წესები, რომლებიც არტიკაში დიდი ხანია გამოიყენება. აქ არის ბინები, მაღაზიები და თანამედროვე ბიზნესები, მაგრამ ჯერ კიდევ არის თევზსაჭერი ნავები, სანადირო აღჭურვილობა, ფაულმავლები და ძაღლების მარხილები. მხოლოდ იცვლება, რომელი გამოიყენება სეზონის მიხედვით. ასევე არსებობს ცნობილი ლაშქრობის მარშრუტი კანგალუსუაკსა და სისიმიუტს შორის, რომელსაც არქტიკული წრის ბილიკი ეწოდება. ის დაახლოებით 160 კილომეტრს აღწევს. მალაიში ასევე დაკეთებულია გრძელი ათევიის ბილიკი. ეს მარშრუტის ნაწილია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ისეთი ჩვეულებრივი მაგისტრალი, როგორიც სხვა ქვეყნებშია. მაინც უხეში რელიეფია გასავლელი და გრენლანდიის უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ არ არის გზის კავშირი ქალაქებს შორის. თუ გვინდა ვნახოთ, რამდენად დიდია მოძრავი ყინულის შესაძლებლობები, უნდა წავიდეთ ჩრდილოეთით. აქ მდებარეობს ილულისატი. გრენლანდიურ ენაზე ილულისატი ნიშნავს აისბერგებს და ადვილი გასაგებია, რატომ ქვია ასე. ქალაქის წინ მდებარე ზღვაში უამრავი დიდი აისბერგი გადის. არის აისბერგები, რომლებიც ბევრ შენობაზე უფრო მაღალია. არის პატარა აისბერგებიც, რომლებიც თითქოს მცურავი ყინულის მთებია. მათი დიდი ნაწილი მოდის ილულისატის ყინულის ფიორდიდან. ეს არის ფიორდი, რომელიც დაკავშირებულია უზარმაზარ მყინვართან, სახელად ჩერმეკ-კუჯალიკი. ფიორდი არის ზღვის გრძელი და ვიწრო ნაწილი, რომელიც მთებსა თუ მაღალ მიწებს შორის შედის. ჩერმეკ-კუჯალიკი კი უზარმაზარი რაოდენობის ყინულს უბიძგებს წინ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და აქტიური მყინვარია მსოფლიოში. ზოგიერთ ნაწილში ყინულის მოძრაობა დღეში დაახლოებით 40 მეტრს აღწევს. ყოველწლიურად კი აქედან 35 კილომეტრზე მეტი ყინული შეიძლება გატყდეს და ზღვაში მოხვდეს. ეს მართლაც უზარმაზარი რაოდენობა. ამიტომ მყინვარი თითქოს მუდმივად აისბერგების ქარხანას გავს. როცა ყინული ბოლომდე მიდის, მისი დიდი ნაწილები იშლება. ამას კალვინგი ეწოდება. როცა ეს ხდება, უზარმაზარი ყინული წყალში ვარდება და ახალ აისბერგად იქცევა. ადგილის სიდიდისა და მნიშვნელობის გამო, ილულისატის ყინულის ფიორდი 2004 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ეს ადგილი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ სამეცნიერო კვლევებისთვისაც მნიშვნელოვანია. მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ამ მყინვარს, რათა დააკვირდნენ, როგორ მოძრაობს ყინული და როგორ იცვლება ის კლიმატის დათბობისას. და როცა მყინვარის ზოგიერთი ნაწილი უკან იხევს ან აჩქარებს მოძრაობას, მეცნიერები იღებენ უფრო ნათელ სურათს, თუ როგორ კარგავს გრენლანდია ყინულს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიწაზე დაკარგული ყინული, რომელიც ზღვაში ხვდება, გლობალური ზღვის დონის მატებას იწვევს. ამიტომ ილულისატის მცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ სახლის გარეთ აისბერგებს ხედავთ, მაგრამ მეცნიერისთვის ყოველი ცვლილება ამ ყინულში უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, რადგან რაც ხდება მყინვარზე გრენლანდიის პატარა ქალაქში, დაკავშირებულია ზღვის დონის მატებასთან მსოფლიოს სხვა ნაწილებში. და როცა გრენლანდიის სანაპიროს მივყვებით, უფრო ნათლად ხედავთ, რომ ეს ადგილი მხოლოდ ყინულმა არ ჩამოაყალიბა. ზღვა, ამინდი და ცხოველები დიდი ხანია განსაზღვრავენ, სად შეუძლიათ ადამიანებს ცხოვრება. როგორ იმოგზაურებენ და როგორ მოიპოვებენ საკვებს. მაგრამ ეხლა, როცა არტიკა სწრაფად იცვლება, იმ ადამიანებსაც უწევთ ადაპტაცია, რომლებმაც დიდი ხანია იციან, როგორ იცხოვრონ ყინულთან ერთად. თუმცა ილულისატიდან დიდი აისბერგები ვრცელდება დისკოს ყურეში, მაგრამ ყველა აისბერგი ვერ გადის ღია ზღვაში მაშინვე. ილულისატის აისფიორდის შესასვლელში არის ადგილი, სადაც წყალი უფრო არ აღრმაა. და რადგან დიდი აისბერგების ძირი ძალიან ღრმაა, ზოგი მათგანი ზღვის ფსკერზე ედება და დროებით იჩედება. ამიტომ ზოგჯერ ზღვას ავსეა დიდი ყინულის მთებით. როცა აისბერგები დნება და იშლება, ისინი ნელ-ნელა თავისუფდებიან და ზღვაში მიედინებიან. ზაფხულში დისკოს ყურეში მხოლოდ აისბერგები არ ჩანს. აქ სხვადასხვა სახეობის ვეშაპიც მოდის საკვების მოსაპოვებლად. მათ შორისაა კუზიანი ვეშაპები, ფინვალები და მინკეს ვეშაპები. ზაფხულში გრენლანდიაში ბევრი ვეშაპი მოდის, რადგან მის ცივ-წყლებში მეტი საკვებია. ისინი პატარა თევზებსა და სხვა ზღვის ცხოველებს ჭამენ. ამიტომ დისკოს ყურის გარშემო მცხოვრები ადამიანებისთვის ზღვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლამაზია. აქედან მოდის ბევრი საკვები და სამუშაო.
ჰევზაობა და ნადირობა ამ რეგიონის ცხოვრების დიდი ხმის ნაწილია. როდესაც ჩრდილოეთით გავდივართ, ხედავთ პატარა ქალაქს სახელად უმანაკი. ის მდებარეობს ერთ კუნძულზე არქტიკის თრეცირიდან თითქმის 600 კილომეტრით ჩრდილოეთით. ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა აქ უმანაკის მთა. მთას ორი დიდი მწვერვალი აქვს, ამიტომ ის გულის ფორმას ჰგავს. თვითონ სახელიც უმანაკი დაკავშირებულია გრენლანდიურ სიტყვასთან, რომელიც გულის ფორმას ნიშნავს. მთის ქვემოთ კი პატარა და ფერად სახლებს ნახავთ. ჰევზაობა და ნადირობა აქ ჯერ კიდევ ბევრ ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. და რადგან უმანაკი ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობს, სინათლის რაოდენობა სეზონის მიხედვით ძლიერ იცვლება. ზაფხულში არის პერიოდი, როცა მზე არ ჩადის. ამას შუაღამის მზეს უწოდებენ. შუაღამეზეც კი მზე ანათებს. ზამთარში კი პირიქით ხდება. სინათლე ძალიან მოკლეა და ღამე გრძელია. როცა ცა მოწმენდილია, შეიძლება ჩრდილოეთის ციალიც დაინახო. აქ ჯერ კიდევ შეიძლება ნახო მარხილის ძაღლები. ძაღლების მარხილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ გრენლანდიის ისტორიასა და კულტურაში. მას ჯერ კიდევ იყენებენ ზოგიერთი მონადირე და ადგილობრივი მცხოვრები იმ ადგილებში, სადაც თოვლი და ყინულია. უმანაკიდან დაუბრუნდებით ილულისატის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისგან დაახლოებით 80 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარეობს იკუი ფსერმია, რომელიც უფრო ცნობილია როგორც იკუი გლაციერი. ეს არის დიდი მყინვარი, რომელიც ზღვამდე აღწევს. მისი წინა ნაწილი დაახლოებით 4 კილომეტრის სიგანისაა. ზოგ ადგილას კი ყინულის წინა მხარის სიმაღლე თითქმის 200 მეტრს აღწევს. ზაფხულში ხშირად ისმის ძლიერი ბზარის ხმა მყინვარიდან. ეს ნიშნავს, რომ ყინულის ნაწილი მოძრაობს ან იბზარება. როდესაც დიდი ნაჭერი ზღვაში ვარდება, ის შეიძლება ძლიერ ტალღებს გამოიწვევს. ამიტომ ნავები უსაფრთხო მანძილზე უნდა დარჩნენ. მყინვარის ჩამოტეხვა ხუმრობა არ არის. როდესაც უზარმაზარი ყინულის ბლოკი ვარდება, ძალიან ბევრი წყალი უცებ გადაადრიუდება და მიუხედავად იმისა, რომ მყინვარი მშვიდად გამოიყურება, ის მუდმივად მოძრაობს. იკუი გვაჩვენებს ერთ რამეს, რაც ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს, როცა მყინვარის ფოტოს უყურებთ. ყინული მუდმივად არ დგას ერთ ადგილზე. ის განუწყვეტლივ მიედინება, იბზარება და იცვლება. მაგრამ გრენლანდიის ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ჩრდილოეთში არ არის. თუ სამხრეთ გრენლანდიაში წავალთ, იქ კაკორტოკს ვნახავთ. ეს სამხრეთ გრენლანდიის ყველაზე დიდი ქალაქია. სხვა გრენლანდიურ ქალაქებივით აქ სახლები ფერადია და ირგვლივ ზღვა და კლდოვანი მთებია. მაგრამ კაკორტოკს განსაკუთრებული რამ აქვს. მთელ ქალაქში კლდეებზე უშუალო დამოწიფრული ხელოვნების ნიმუშებია. პროექტს ქვასა და ადამიანს უწოდებენ. ის 1990-იან წლებში გრენლანდიელმა ხელოვანმა აკა ჰოეკმა დაიწყო. მან გრენლანდიიდან და სხვა ნორდიკული ქვეყნებიდან ხელოვანები მოიწვია. მათ მუზეუმისთვის ქანდაკებების შექმნის ნაცვლად ხელოვნების ნიმუშები პირდაპირ ქალაქის ბუნებრივ ქვებსა და კლდის კედლებზე ამოტვიფრეს. ზოგი სახეა, ზოგი ვეშაპ. არის ფორმები და სიმბოლოები, რომლებიც გრენლანდიის კულტურასა და ბუნებას უკავშირდება. დღეს უკვე დაახლოებით 40 ხელოვნების ნიმუშია განთავსებული კაკორტოკის სხვადასხვა ნაწილში. ასე რომ, როცა ჩვეულებრივ ქუჩაზე დადიხარ, შეიძლება მოულოდნელად ქვის ზედაპირზე ამოტვიფრული სახე ან ცხოველი შეგხვდეს. ხელოვნების სანახავად მუზეუმში შესვლა აუცილებელი არ არის. ეს უკვე თავად ქალაქის ნაწილია და კაკორტოკი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რასაც მთელ გრენლანდიაში ნახავთ. ეს თანამედროვე ადგილია. აქ არის აეროპორტები, ინტერნეტი, სკოლები, მანქანები და თანამედროვე მთავრობა. მაგრამ ამან ბოლომდე არ დატოვა ის კულტურა, რომელიც ზღვამ, ყინულმა და მკაცმა კლიმატმა შექმნა. სწორედ აქ ხედავთ ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ არის გრენლანდია განსაკუთრებული. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ აქ ძალიან ბევრი ყინულია. ეს მხოლოდ იმიტომაც არ არის, რომ აქ ცოტა ხალხია და არც იმიტომ, რომ ის შორსაა მსოფლიოს უმეტეს დიდ ქალაქთან. გრენლანდიის განსაკუთრებულობა იმაშია, თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ცხოვრება ისეთ ადგილას, სადაც ბუნებას ვერ აკონტროლებენ. მათ უნდა დაემორჩილონ ამინდს, ზღვას, ყინულს და სინათლეს, რომელიც სეზონის მიხედვით ძალიან იცვლება. მაგრამ ეხლა სწორედ ის გარემო, რომელსაც ისინი დიდი ხანია ეჩვეოდნენ, სწრაფად იცვლება. არქტიკა თბება, გრენლანდია კარგავს ყინულს, იცვლება ზღვის ყინულის პერიოდი. და ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს ნადირობაზე, თევზჭერაზე, გადაადგილებაზე და საზოგადოების ცხოვრების სხვა ასპექტებს. ამასთან ერთად გრენლანდია უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებისთვისაც. მეცნიერები სწავლობენ მის ყინულს, რათა უკეთ გაიგონ დედამიწის კლიმატი. ყინულის ფენის დაკარგვა საკვირდებია, რადგან ეს გავლენას ახდენს მსოფლიოს ზღვის დონეზე. რადგან არქტიკა იცვლება, სხვა ქვეყნებსაც უფრო მეტად აინტერესებს გრენლანდია მისი მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების გამო. ამიტომ გრენლანდიას ვეღარ ჩავთვლით შორეულ კუნძულად, რომელსაც სხვა ხალხზე გავლენა არ აქვს.
აქ რაც ხდება დაკავშირებულია მთელ პლანეტაზე მიმდინარე უფრო დიდ ცვლილებებთან. ათასობით წლის განმავლობაში გრენლანდიაში მცხოვრებმა ხალხმა ისწავლა როგორ ეცხოვრათ ყინულთან ერთად. ახლა კი მათ სხვა პრობლემის წინაშე დგანან. უნდა ისწავლონ ცხოვრება მაშინ, როცა თავად ყინული იცვლება. და ეს ალბათ გრენლანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია დღეს. თქმე არ ეხება იმას, რამდენად ცივია ან შორია ეს ადგილი, მთავარი ისაა, რა მოუვა ხალხს და მთელ მსოფლიოს. როცა დედამიწაზე დარჩენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყინული მეოლნელა იცვლება.